იესო ქრისტეს ნათლისღება. იყო კაცი მოვლინებული ღვთისაგან. სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. ხოლო თვით იოანე უკაცრიელ ადგილას ცხოვრობდა და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. ერთ დღეს იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: ჩადი მდინარე იორდანის ნაპირას, უკადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელი ეცი მას წყლით და მოამზადე მაცხოვრის მისაღებად. იოანე მაშინვე გამოცხადდა იორდანის ნაპირას და იწყო ქადაგება. შეინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. დაიძრა დიდძალი ხალხი იერუსალიმიდან, სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან. მოდიოდნენ იოანესთან, აღიარებდნენ წოდებს და ინათლებოდნენ მის მიერ იორდანეში. ამ დროს ქრისტე 30 წლის შესრულდა. ისიც მივიდა იოანესთან ნათლისღებისათვის. იოანეს არსად ენახა ქრისტე, მაგრამ იცნო კი და უარზე დადგა. მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ მოსანათლავად ჩემთან? ქრისტემ უპასუხა: დამიჯერე, რამე თუ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა, რაც კი წესადაა დადგენილი. მაშინ იოანე დაჰყვა მის ნებას. ჩააყენა იესო იორდანეში და მონათლა. რაცამს იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სულიწმინდა გადმოვიდა მასეთ მტრედის სახით. და ზეციდანვე მოისმა ხმა მამა ღმერთისა: ესე არის ძე ჩემი საყვარელი. ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, სადაც 40 დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით. და ბოლოს გამოვიდა საქვეყნოდ სახარების საქადაგებლად. მაცხოვარმა მალე შეიძინა 12 მოწაფე, რომელთაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე. მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ.